კეთილი, მოგესალმებით. თენგიჩ ხვიგვაძე, ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო დრო და ციფრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. ილოცავთ დღევანდელ დღეს, ბარბარობას. ჩემი დღევანდელი თქვენთან შეხვედრა უკავშირდება ჩვენი სააგენტოს მიერ ჩატარებული ჟურნალისტურ გამოძიებას. ეკონომიკურ რელიგიურ ექსპანსიასთან მიმართებაში, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ კერძოდ და განსაკუთრებით მრავალი უცხო ქვეყნის, ჩვენი მეზობელი ქვეყნების სახელმწიფოები აწარმოებენ. ექსპანსია ეკონომიკურ-რელიგიური თავისი შინაარსით და თავის შედეგით უდაოა და ეს საკანო თუ არ არის უარყოფითად აისახება ჩვენ სახელმწიფოებში. ამჟამად კონკრეტულ ფაქტს უკავშირდება ეს, რომელიც გამომდინარეობს ირანის ისლამური სახელმწიფოს ქმედებებიდან საქართველოს წინააღმდეგ. ქრონოლოგიის მიხედვით ჩვენს მიერ გამოძიებული და დოკუმენტალურად დადასტურებული დანაშაული შემდეგია. 2011 წლის თებერვალში საჯარო რეესტში რეგისტრაციას გადის არასამეწარმოო არაკომერციული იურიდიული პირი ალ-მოსტაფა. ეს არის საქართველოს ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელთა სიას როგორც მთლიანობაში წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეები, აზერბაიჯანელები, ქვემო ქართლში ცხოვრობენ. და მხოლოდ ერთი მოქალაქე დამფუძნებელი არის ირანის ისლამური სახელმწიფოს მოქალაქე, ვინმე მოჰამად რეზა ქალან თარიბაი. სწორედ ის დამფუძნებელთა მიერ ამ ორგანიზაციაში ინიშნება თავმჯდომარე. ორგანიზაციის როგორც წესი მისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილება წარმოადგენს მთავარ შინაარსი ამ უფლებამოსილების არის რელიგიური საქმიანობა, სწავლა-გამანათლებლებელი საქმიანობა, კონფერენციების, სამეცნიერო კონფერენციების, ქრისტიან და მუსულმან ახალგაზრდების შეხვედრები, ურთიერთობები, სარეგილიო თემებთან დაკავშირებით და ასე და ასე შემდეგ. ამ ორგანიზაციის დაფუძნების მერე, ანუ იანვარში დაფუძნა. ნოემბერში, იმავე წლის ნოემბერში, 2011 წლის ნოემბერში იყო გაფორმებული მემორანდუმი. მემორანდუმი საქართველოში მოქმედი ალ-მოსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობას და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ადრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტს შორის. მოგახსენებთ, რომ ალ-მოსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი მდებარეობს ირანში ქალაქ ყუმში. ეს არის უდიდესი მსოფლიოში შიიტთა ისლამური სასწავლებელი რელიგიური, სადაც არაერთი ქვეყნის მოქალაქე გადის სწავლა-განათლებას და მათ შორის იმის შემდეგ, რაც გაიხსნა საქართველოს და ირანს შორის საზღვარი, ანუ უვიზო მიმოსვლა დაკანონდა, აზერბაიჯანელები, ჩვენი მოქალაქეები იქ იწყებენ და ნაწილმა დაასრულა სწავლა-განათლება 5 წლიანი
ნაწილი აგზელებს კიდე სხვა ქვეყნებში სწავლა-განათლებას რათა უფრო გაღმავებული იყოს. მაგრამ მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა აქ, რომელსაც საქართველოს მხრიდან აწევს ბატონი რექტორი სერგო ვარდოსაინძე და ირანის მხრიდან აწერს ვინმე ბატონი ალ-მოსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროფესორი, ვინმე ბატონი ალირეზა რაფაი. აღნიშნული მემორანდუმი ეს არის შეთანხმება, რომ ორ მხარეს შორის დაიწყება ანუ უბრალოდ თანხმდებიან იმაზე, რომ სამომავლოდ სახელმწიფო დონეზე იქნება ურთიერთობა ამ ორ უნივერსიტეტს შორის. მაგრამ მხარეებს წყალებში დაავიწყდათ ის, რომ საქართველოში ალ-მოსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა არც იმ დროს არ იყო დარეგისტრირებული, რაც აუცილებლივ არის ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით და არც დღესაც არ არის დარეგისტრირებული. ანუ ხელშეკრულებას, რომელსაც აწერს საქართველოს მხარე, გაუგებარია მათი იურისტები, ანუ უნივერსიტეტის იურისტები, რომლის რექტორი ვარდოსაინძეა, სავალდებულოდ უნდა შეესწავლათ შესულიყო რეესში ეს წარმომადგენლობა არსებობს თუ არა. ანუ არ არსებულ წარმომადგენლობას ხელს მემორანდუმს აფორმებს წარმომადგენლობა. მაგრამ ხელს აწერს პრეზიდენტი ამ უნივერსიტეტის, რომელსაც არანაირი უფლება კანონთან მიმართებაში არ აქვს, ანუ ის იმ წარმომადგენლობის, რომლის უნივერსიტეტს ის ხელმძღვანელობს, იმ წარმომადგენლობის პირველი პირი არ არის. უფრო მეტიც, ყოველ ფურცელზე ამ მემორანდუმის არის დაფიქსირებული ხელმოწერა როგორც ვარდოსაინძეს, აგრეთვე ბატონ ალირეზა რაფაის. მაგრამ ყოველ ფურცელზე არის ფიქსირდება მხოლოდ საქართველოს მხარის ბეჭედი, ანუ უნივერსიტეტის, წმინდა ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის და ირანის მხარის ბეჭედი არ ფიქსირდება არც ბოლო ნაწილში, სადაც ხელმოწერა არის საბოლოო. ანუ იმავე ვარდოსაინძესათვის და იმავე დაწუნებული ვარ ირანის მხარისათვის, ვინც იქ ესწრებოდა და უფრო მეტიც რომ ხელს აწერდა, სავალდებულოდ უნდა ცნობილი ყოფილიყო, რომ ასეთ დოკუმენტს არანაირი ძალა არ აქვს სამართლებრივი. მაგრამ რისთვის კეთდებოდა ეს? მით უმეტეს ამ დოკუმენტის შედგენას წინა პერიოდი იყო ის, რომ დოკუმენტი შედგა იმიტომ, რომ რექტორის წინაშე წარმოდგა კულტურის ატაშე ირანის ისლამური სახელმწიფოს კულტურის ატაშე, რომელმაც განუცხადა, რომ ჩვენ ვაპირებთ თქვენს უნივერსიტეტთან ურთიერთობას, კი ბატონო, ეს ავტორიტეტია, მაგრამ ეს სულებით არ ნიშნავს იმას, რომ კანონსაწინააღმდეგო დოკუმენტს უნდა მოაწეროს კერძო და განსაკუთრებით ქართულმა მხარემ. მაგრამ მოხდა იანვარში ალ-მოსტაფას დაფიქსირება, დარეგისტრირება, მერე ნოემბერში თითქმის 1 წლის შემდეგ, იანვარში კი თებერვალში ბოდიში და ნოემბერში კეთდება მემორანდუმზე ხელს მოაწერს საქართველოს და ირანის მხარე, რაც არანაირად კანონიერებას არ შეესაბამება. და ამის შემდეგ საქართველოს და საერთოდ ინტერნეტში იქნება საიტი Al-Mustafa.G, სადაც პირდაპირ აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ამ საიტზე ალ-მოსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ფილიალი საქართველოში, რომელიც არ არსებობს. ეს სიყალბეა, მაგრამ რა მიზნებს ემსახურება? ეს მომდევნო საკითხია, მაგრამ სიყალბე ხო დაფიქსირებულია პირველი, რომ მემორანდუმს მოაწერეს, რა ამოძრავებდა თქვა ჩვენს მხარეს ვარდოსაინძეს, როცა ასეთ უცოდინარეობას რბილად რო ვთქვათ, სამართლებრივს ის ფაქტობრივად ადასტურებდა თავის მხრიდან. და რა ამოძრავებდა იმავე ირანის მხარეს, გაეკეთებინათ რეგისტრაცია წარმომადგენლობის და მოეწერებინათ. ან უფრო მეტიც, იმავე უნივერსიტეტს ირანის, ხო არის ალირეზა რაფი პრეზიდენტი, მოეწერებინა მემორანდუმი, მათ საქართველოს მხარი არის ჩვენი უნივერსიტეტი. არა, ჩვენ გამოვიძიეთ. აგ ეტვი არ არის, ყველაფერი მტკიცდება. აგ ეტვი არ არის ლაპარაკი.
დავასრულებ მე ბოდიში და ასე ალბათ არ შეიძლება 5 წუთში დავასრულებ ამას ამ არა აქ მივხვდი რაშია საქმე თქვენ ვფრით საიტს იქ აცხადებ თუ თქვენ ხართ თქვა პრინსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა საქართველოში როცა პრინსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა არ არსებობს აბა ირანში გახსენეთ თქვენ ილია ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა გახსნით ჯერგეთი ვერც გახსნით და მეორე მხრივ თუ გახსნით ის ხო უნდა იყოს წარმომადგენლობა იქ ხო არავინ არ მოგიტევთ ხელს ამის შემდეგ აი ეს ყველაფერი ხო კეთდება ჩვენ ეს ინფორმაცია ხელთ გაგვაჩნია და მივდივართ ამ ეგრეთ წოდებულ ჩვენ გონია წარმომადგენლობა არის ასეთი თუმცა უკვე ნათელია რომ ბეჭედი არ არტყია და აწეს სხვა პირი და ეს ყველა ცნობილი უნდა ყოფილიყო მხარე მივდივართ იქ წარმომადგენლობაში და ირკვევა რომ ეს წარმომადგენლობა მდებარეობს რუსთავის გზატკეცილზე სასტუმრო ბაქოს მოპირდაპირე მხარეს წარწერა არის ალ მოსტაფა საქართველო რომელიც არანაირად არცად არ აღირიცხება და შეხვედრისას იქ მასწავლებლები წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანელები ეროვნებით რომლებმაც გაიარენ სრული კურსი სწავლების და დიპლომატები არიან ამ უნივერსიტეტის ყუმში მათთან საუბრისას ჩვენთვის ხდება ნათელი მათი სიტყვებიდან გამომდინარე რომ ეს წარმომადგენლობა ასე გვეუბნებიან რისთვისაა რომ აზერბაიჯანელებმა აიმაღლონ და გააღრმავონ თავიანთი რელიგიური განათლება შიიტური ისლამური განათლება ძალიან კარგი მაგრამ რისთვისაა ეს ყველაფერი ეს იმისთვის არის რომ ჩვენ ყველანი აქ ყოფი აზერბაიჯანელები საქართველოს სამწუხაროდ როგორც ასეთი მეორად კატეგორიის ხალხებს წარმოადგენთ აი კერძოდ გუბერნატორი არც ერთი აზერბაიჯანელია თუ არის მოადგილე ეს ისია არაფერს არ წარმოადგენდა გამგებელი არც ერთი აზერბაიჯანელია ჩვენ გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა ახლა ხელისუფლებაში მოსვლა ეს საჭიროა რომ ირანის წარმომადგენელი იყოს აქ თქვა იგივე იმ დროისათვის იყო მოჰამედ აი იმ სასწავლებელში მოჰამედ რეზა ქალან თარიბაი აუცილებელია ეს ამის შემდეგ ჩვენ უგზავნით წერილს კითხვარს გავიცანით მათი ახლანდელი ხელმძღვანელი 2013 წელს დარეგისტრირდა ის როგორც დამფუძნებელი ეს არის ირანის მოქალაქე დავუდ გაშამი რომელსაც წარუდგინეთ წერილი ჩვენი მკითხვარი და იქ დასაწყისში ზემო ნაწილში წერია რომ საქართველოში ალ-მუსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ხელმძღვანელს ბატონ დავუდ გაშამის შეხვედრისას ერთი კვირის შემდეგ ვირკვევა რომ მან ის არ გაეცნო ამ ჩვენს კითხვას მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ თარჯიმანის მოყვანას მოიყვანეს თარჯიმანი და ვთხოვეთ რომ ჯერ დაიწყეთ პირველი ნაწილიდან სადაც წერია ვის მიმართეთ ანუ გადაუთარგმნა ანუ მისთვის ცნობილი იყო რომ ის არის წარმომადგენელი პირველი პირი ალ-მოსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველოში წარმომადგენლობის პირველი პირია მან არაფერი არ გითხრა რომ მე არა ვარ პირველი პირი მე ვარ საქართველოს არასამეწარმეო არა კომერციული იურიდიული პირის თავმჯდომარე და არა ალ-მოსტაფას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ცხადია რომ გვიპასუხებდა მაგი ამ კითხვაზე უკვე პირდაპირ იქნებოდა დასტური რომ ერთის მხრივ ის არის სხვა იურიდიული პირის პირველი პირი და დამფუძნებელი და მეორე მხრივ სიყალბეს გვაცნობეს რომ წარმოადგენს ირანის რაღაც დაწესებულებას პასუხი არ მოგწერა და ბოლოს 4 კვირის გავლივ გვეუბნება საუბარში რომ თქვენ არ წარმოადგენთ ოფიციალურ სტრუქტურას და მე არა ვარ ვალდებული ჩვენ მივხვდეთ საელჩოს ირანის რათა გავგვეგვია ეს ყველაფერი დღემდე არანაირი პასუხი არ არის ჩვენი აზრით ეს არის ერთ-ერთი ქმედება ირანის სახელმწიფოსი და არა მარტო აზრით სახეზეა რომ სიყალბეს აქვს რომელშიც ქართული მხარეცაა ჩარეული და ამედო საიტის მეშვეობით მიდის პროპაგანდა რათა მოხდეს ეგრეთ წოდებული სწავლა-განათლებით და შესაბამისად თქვენთვის ყველასთვის ცნობილია თუ არა ნებისმიერი პირი რომელიც გადის უცხოეთში სწავლა-განათლებას
პოტენციალურად ხდება იმ უცხო ქვეყნის, თქვა, სადაზვერო სამსახურების ობიექტის ინტერესი, რომელიც ფაქტობრივად გახდება სავარაუდოდ შესწავლის შედეგად თუ არა ცნობილი გაცნობები. საქართველოში კერძოდ და განსაკუთრებით მათი პროპაგანდორი, მათი ამოცანების და ასე შემდეგ. ახლა როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ დაჩაგრულები ვართ აზერბაიჯანელები, იგივე მასშტაბებში, როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ არა ვართ პირველი ხელისუფლებაში მოსვლა გვინდა, საბოლოოდ ეს აგიტაცია და პროპაგანდა, რომელიც ამოფარებულია ვითომღაც ისლამურ სწავლა-განათლებას, დასრულდება იმით, რომ და ნუ რა ვიცი, ნუ გაუკვირდება, რომ გამოცხადდება გარკვეული ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ გვინდა ავტონომიური რესპუბლიკა გამოვაცხადოთ ქვემო ქართლში. ქვია დედაქალაქით რუსთავში. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ეგეთი უმრავლესობა აზერბაიჯანელები ვართ და ასე შემდეგ. სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული უარყოფითი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება საკანონმდებლო დონეზე განახორციელა. პირველი ეს არის, რომ იმავე 2011 წელს თქვენთვის ცნობილია მიიღეს ცვლილება სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვით ყველა რელიგიური კონფესია, რომელიც აქ მოქმედებს, არ იგულისხმება იუდეველები და ასე შემდეგ, სხვა თქვა ბუდისტები. მათ მიეცათ საჯარო იურიდიული პირის სტატუსი. ანუ საჯარო იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, როგორც წესი, მოქმედ კანონმდებლობით, ეს არის ჯერ ეგეთი აღიარებულია და თანასწორუფლებიანია, როგორც ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია და მეორე მხრივ უნდა დაფინანსდეს საქართველოს ბიუჯეტიდან გარკვეული თანხი. მეორე 2011 წელს საქართველოს მუსლიმები გამოიყვნენ ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს, რომელიც ბაქოში მდებარეობს და შეიქმნა საქართველოში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, რომელთა ეგრეთ წოდებული დამფუძნებლები იყვნენ ვინ? ჯემალ პაქსაძე, თქვენთვის ალბათ ცნობილია, ეს არის მუფტი, სუნიტთა ხელმძღვანელი, სასულიერო პირველი პირი, აჭარაში არის მისი ეგრეთ წოდებული შტაბ-ბინა და აქითა მხარეს, შიიტთა მხარეს ვინმე ვაგიფ აკბეროვი. 2013 წელს იქმნება სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველო. თქვენთვის როგორ აღიქვთ იმას, რომ საპატრიარქო ხო არის საჯარო იურიდიული პირი, ანუ ჩვენი ეკლესია ხო არის, ხო? რომ ახლა შევქმნათ, თქვა, ჩვენ ღრები ვართ, თქვა, და შევქმნათ უმაღლესი საპატრიარქოს რანგის მქონე რაღაც ორგანიზაცია. საჯარო რეესტრი, ანუ ჩვენი სახელმწიფო რეესტრი დაარეგისტრირებს ამას? არა. ისმის კითხვა, რაზე შეიქმნა ეს ორი ორგანიზაცია? ამაზე თქვენ თავად გაეცით პასუხი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის წინა ხელისუფლების და რაც დღესაც გრძელდება სამწუხაროდ, მიდის ისლამური ეკონომიკურ-რელიგიური ექსპანსია საქართველოში. ამის შესახებ ჩვენ თავის დროზე დასკვნით გამოვედით გაზეთ ვერსიაში 27 მაისს არაერთხელ საქართველოს რესპუბლიკაში გაზეთ ქრონიკაში წინა ორშაბათს, კვირის ორშაბათს იყო ჩვენი სააგენტოს ჩემთან პირადად ინტერვიუ. ანუ ჩვენ ვტეხთ განგას და შესაბამის და იმ დოკუმენტს, რომელიც ასლი თქვენთან არის, ჩვენ ცხადია გადავცემთ უშუალოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ პირს მინისტრს. ახლა ის მის კითხვა. არსებობს საიტები. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ უშუალოების სამსახურის პრეროგატივა და უფლებამოსილება გამოიხატება იმაში, რომ საიტის წარმოშობა კანონიერება უნდა დადგინდეს. იქნებ მიდის აგიტაცია ანტისახელმწიფოებრივი. დღემდე ჩვენ ვითხოვთ რას? ჩვენ ყველაფერი გამოვიძიეთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიღაცის დაკავებისა, მოთხოვნისა კი ბატონო, მაგრამ დავაკავოთ ან იძულებული დაკითხვისა, ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ჩვენს ხელთ არსებულ და დოკუმენტალურ მასალების საფუძველზე, რომელთა შორის არის ის, რომ მათ სიტყვიერად განგვიცხადეს, იგივე თქვათ იმ თავმჯდომარემ დაუდ გაშამიმ, რომ ჩვენ გვაქვს ოფიციალური ხელშეკრულება ვისთან?
ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან, ილიას უნივერსიტეტთან, ჩვენ ვართ საჯარო რეესტრი დაფიქსირეთ, ჩვენ მივიღეთ ამ ორგანიზაციებიდან, ანუ საჯარო რეესტრიდან, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, ილიას უნივერსიტეტიდან და შემოსავლების სამსახურიდან, რომ მსგავსი წარმომადგენლობა არსად და ხელშეკრულება არ არის. ეს რომ ყოფილიყო და ჯერგეთი არ მოხდებოდა ეს ირანში, მაგრამ რომ მომხდარიყო, ყველანი წავიდოდა არამატო ციხეში, მათ საკმაოდ სასჯელი ელოდებოდათ სასტიკი. ამიტომ მე ის რაც მოგაწოდეთ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ შეუძლია გადაამოწმოს, თქვა შევიდეს საიტზე ალმოსტაფა.g და ნახოს, არის თუ არა ამ საიტის მიხედვით წარმომადგენლობა ფილიალი ირანის ისლამური სახელმწიფოს ყუმში მდებარე უნივერსიტეტის. არის თუ არა თქვა წარმომადგენლობა საერთოდ რეესტრში შეხვიდეს. ეს არ არის უბრალო საკითხი, ეს არის საგანგაშო. იმიტომ რომ სწორედ ამგვარი ქმედებებით აჭარაში დამკვიდრდა ის, რომ დღევანდელ დღეს 10,000 ეგრეთ წოდებული ორმაგი მოქალაქეების მქონე პირები არიან, ცხოვრობენ თურქები. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ლაზია, ჭანია, ის არის უპირველეს ყოვლისა თურქეთის მოქალაქე. რო გვავიწყდება ეს. და ისინი ეწევიან თქვათ სამეწარმოო საქმიანობას. მათ ყველანაირი ლიგოტური პრივილეგიები აქვთ თურქეთში, ისინი საქონელს ყიდულობენ შედარებით ბევრად უფრო იაფასად, ანუ კონკურენტ უნარიანობას უკარგავენ ჩვენ ადგილობრივ თქვათ მეწარმეებს და მიდის რა ეკონომიკური დივერსია. ამავე დროს სწორედ იგივე სააკაშვილმა რაც დღესაც გრძელდება, თქვენთვის არ ვიცი ცნობილია თუ არა, მაგრამ გაცნობებთ. ბათუმის აეროპორტში თუ ჩამოფრინდება თურქეთის თვითმფრინავი, ან თვითმფრინავი, სადაც თურქეთის მოქალაქეები არიან, მიდის ავტობუსი, ეს შეთანხმება არსებობს ოფიციალურად, ჩვენ ეს დოკუმენტი მიდის ავტობუსი, ავტობუსში ძდებიან ეს თურქეთის მოქალაქეები, თავის ბარგიანად, არავინ საბაჟო და სასაზღვრო შემოწმებას არ უკეთებს მათ, გადადიან თურქეთის ტერიტორიაზე და იქ მხოლოდ ხდება ეს საბაჟო. თქვენ ამას, რა ვიცი, თქვენ იქნებ ისე უყურებთ, რომ არაფერი არ არის. ეს არის საშინელება, არის მცდელობა ჩვენი სახელმწიფოების დაშლისა. თუ გამოცხადდება, ხო გამოცხადდა აფხაზეთი სახელმწიფო, ჯერ იყო ავტონომიური რესპუბლიკა, მერე გამოეცალენ, მერე მოხდა ის, მერე მოხდა 91 წელს, როცა ეროვნების მიხედვით შეიქმნა მათი უზენაესი საბჭო, 28 ქართველი ეროვნების, 26 აფხაზი და 5 სხვადასხვა ეროვნების. ამის შემდეგ ხო გვაქვს ჩვენ სახელმწიფო აღიარებული. გვაქვს ჩვენ სამხრეთ ოსეთის როგორც სახელმწიფო. დღეს ჩვენ ვაცხადებთ და მე პირადად თენგიზ ჭყიგვაძე არის საშუალება რომ ქვემო ქართლში მოხდება ის რომ გამოცხადდება სუმცირე მოთხოვნა იქნება დასმული ეგრეთ წოდებული ავტონომიისა, რასაც მოყვება კიდე სხვა დანარჩენი მოვლენები უარყოფითი. აჭარაზე მე საერთოდ არ ვლაპარაკობ, იმიტომ სახელზე არის ის რომ აჭარა ფაქტობრივად დღევანდელ დღეს დაპყრობილია თურქების მიერ, მაგრამ მე ვაცხადებ ხმამაღლა, რომ ერთადერთი გამოსავალია დღევანდელ დღეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და უპირველეს ყოვლისა პრემიერ-მინისტრმა მოითხოვოს უკანონო აქტების, ანუ ორმაგ მოქალაქეობის თაობაზე გაუქმებისა, რაზე, იმიტომ რომ ყოველივე ის უპროცედურულად არასწორედაა, არასრულყოფილია. გაუქმდება ეს ორმაგი მოქალაქეობა, შემოიღება სავიზო მიმოსვლა და ეს იქნება პირველი ნაბიჯი. და რაც შეეხება ალმოსტაფას სახელობის ეგრეთ წოდებულ არარსებულ წარმომადგენლობას საქართველოში, უშიშროებამ უნდა დაიწყოს გამოძიება. და კიდე რაც თავარია, არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყოველ უბანზე მუშაობს უბნის ინსპექტორი. წარწერას როცა ხედავს, რომ ალმოსტაფას საქართველოა, არ უნდა დაინტერესდეს, შევიდეს, რესტორანი რო იყო, ხო შევაიქა. ვინახათ, რაღაც, რამდენად კანონიერი ხარ. არის უშიშროების რეგიონის წარმომადგენელი, არ უნდა დაინტერესდეს, ან ეს არის გულგრილობა, დაუდევრობა, ან ხელის შეტყობა. ეს არ არის არასერიოზული და რაიმე ისეთი, იმიტომ ამას მოყვება ის, რის შესახებ მე თქვენ გაცნობეთ. დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ. თუ გაქვთ კითხვები, კი ბატონო.